გამარჯობათ მეგობრებო. პირველი რიგი 4 რიგია სულის სქემა, არა აქვს მნიშვნელობა აქ რა გვაქვს მოხსოვილი. პირველი რიგი ვგსოვთ ყველა თვალს წაღმა. ვგსოვთ მეორე რიგს ახლა და ყველა თვალს ვგსოვთ უკუღმა. თუ თქვენ ირგვლივ მოგსოვთ ამ სქემას, ამ რიგს მოგსოვთ წაღმა. თუ ასე ღიად მოგსოვთ, გახსნილად მოგსოვთ ახლა უკუღმა. მეორე რიგი. ვგსოვთ მესამე რიგს. ვატრიალებ თვლებს და ამომყავს ერთად ორი თვალი. არ ამომყავს ასე. ვატრიალებ თვლებს და ორი თვალი ამომყავს ერთად. ახლა შეიძლება იკითხოთ, რატომ ატრიალებ თვლებს. აი, სისწორის გამო. აი, ასე რომ მოიგზავნოს თვალი. ლამაზად. ასე რომ ამოიყვანო, ეს ასე გადაგრეხილი იქნება. აი ასე. რომ შემოატრიალებ. აი, ასე ლამაზად მოიგზავნებ. მოვგზავნეთ მესამე რიგი. მეოთხე რიგს ვგსოვთ ახლა. ვგსოვთ წაღმა. მესამე რიგზე ვუკლე ხო, ყველა თვალი ვუკლე. ორი თვალი ამოვიყვანე მთლიანად, ყველა ერთად
ორ-ორი თვალი, არც ერთი თვალი ცალკე არ მომიქსოვია. ახლა ამ რიგს ვქსოვ წაღმა, მოვქსოვე თვალი. ახლა ისევ ის თვლები, ის რაოდენობა უნდა დავტოვო, მე მოვქსოვო, რაც იყო თავიდან. მე ვუკლე ყველა თვალი, ორ-ორი ამოვიყვენ და დარჩა ნახევარი, ხო? ახლა თვალსაც წაღმა ვქსოვ და აქედან ამომყავს, აი. რაც ვუკლე, იმისი მაგიერი, რომ იგივე თვლები დავტოვო მე აქ. არ გამოგრჩეთ არც ერთი თვლებს შუა ადგილი, დაგაკლდებათ თვალი და არ გამოგივათ ისევ იმდენი, რაც იყო და გამოგივათ კლება. ამიტომ ყოველი თვალის ამოყვანის შემდეგ აქედან ამოიყვანთ თვალი, რადგან ჩვენ ვუკლეთ და ყველგან ორ-ორი თვალი ამოვიყვანეთ. აი ასე. ეს იყო მეოთხე რიგი და სქემა დამთავრდა. ვიწყებთ თავიდან, ვქსოვთ წაღმა, ყველა თვალს ვქსოვთ წაღმა. პირველი რიგი, ყველა თვალს ვქსოვთ წაღმა. ეს ორი თვალი ნაპირის თვლებია, ასე რომ გადმომაქვს, ამას არ მიაქციოთ ყურადღება. ნაპირის თვლები სქემაში არ არის. აი ასე რომ ვქსოვ, ხო, ახლა ორ თვალს ვტოვებ, რომ მოვდივარ და დასაწყისში ამ ორ თვალს ვქსოვ ჩვეულებრივ წაღმა. აი გამოდეს ასეთი ნაპირი. ახლა ორივე თვალს ვქსოვ. მეორე რიგის სქემის და ყველა თვალს ვქსოვთ უკუღმა. ამ რიგს ვქსოვთ უკუღმა. კიდევ ვიმეორებ, თუ თქვენ ირგვლივ მოგხსოვთ, ეს გექნებათ წაღმა მოსაქსოვი. მოვხსოვეთ მეორე რიგი. ეს ნაპირის თვლები. მოვედი ბოლოში და ორი თვალი დავტოვე. ახლა ჩვეულებრივ წაღმა ვხსოვ ამ თვლებს. ეს ვიდეო ჩაწერილი გვაქვს ჩვენ ადრე როგორ ვხსოვთ ნაპირებს, არ ვიცი როდის, მაგრამ არის YouTube-ში. აი, ასეთი ნაპირით შეგიძლიათ მოგხსოვოთ ამ წესით. მესამე რიგს ვხსოვთ ჩვენ სქემის. აი, ახლა დააკვირდით. წინა სქემა რო გავაკეთე, მე ვუკლე, ხო?
ჩვეულებრივ დავიწყე ქსოვა და ორ-ორი თვალი ერთად ამოვიყვანე უკლე. ახლა პირველი სქემა ხო გააკეთეთ თქვენ. მე ვთქვი, აქ არა აქვს მნიშვნელობა რა იყო ქვევით. სადაც არის ნამატი თვალი ხო ეტყობა? კარგად ჩანს, ხო? აი ნამატი თვალი, აი ნამატი თვალი, აი ნამატი. ესენი ძირითადი თვლებია. აუცილებლად ჯერ ნამატი თვალი, შემდეგ ძირითადი თვალი შემოატრიალებ და ასე უკლებ ამ თანმიმდევრობით. ეს არის ნამატი თვალი. ჯერ ნამატი თვალი, შემდეგ ძირითადი თვალი შემოატრიალებ და უკლებ. პირველი იქნება ნამატი თვალი, შემდეგი ძირითადი თვალი და უკლებ. ნამატ თვალს უკლებ ძირითად თვალზე, ასე ვთქვათ, ხო? ეს არის ნამატი თვალი. პირველი, შემდეგ ეს თვალი და უკლებ. ამ თანმიმდევრობით უკლეთ აუცილებლად და არა ჯერ ეს და მერე ეს. არც ერთ შემთხვევაში. ჯერ ეს, შემდეგ ეს, აი ამ თანმიმდევრობით უკლებთ ყველა თვალს. მესამე რიგს ვგზავთ. აი ნამატი თვალია, შემდეგ ეს ძირითადი თვალი და უკლებთ. არც ერთი თვალი არ მოიყვანოთ ძალკე ამ სქემაში. ნამატი თვალი, ძირითადი თვალი შემოატრიალებ და უკლებ. ეს ნაპირის თვლებია. მოვგზავნეთ მესამე რიგი. ვგზავნთ მეოთხე რიგს წაღმა, უკუღმა მხრიდან ვართ. ვგზავნთ წაღმა. ჯერ ამოვიყვანე თვალი, რომელიც იყო კლება, შემდეგ აი ქვევიდან ვგზავ. ეს თვალი, ეს თვლებს შუა აუცილებლად აქედან იგივე თვალი უნდა დატოვო, რაც უკლე. ეს არის მეოთხე რიგი. ვგზავნთ წაღმა. თუ თქვენ მოგგზავნთ ირგვლივ, აი მხოლოდ ეს რიგი გექნებათ უკუღმა მოსაქსოვი. თუ ირგვლივ მოგგზავ, რადგან გარეთ აპირზე ეს უნდა იყოს აი უკუღმა ნაქსოვი. მარტო ეს რიგი გექნებათ უკუღმა მოსაქსოვი, თუ ირგვლივ მოგგზავთ. დანარჩენი ყველა წაღმა მოგგზავნთ. ახლა ამ შემთხვევაში აქედან წაღმა ვგზავნთ. მე ვგზავ შიგითა უკუღმა პირიდან. აქ არ გამოგრჩეთ არც ერთი თვლებს შუა ადგილი, უნდა ამოიყვანოთ ყველა თვალი. რაოდენობაში რომ არ დაგაკლდეთ. ეს ნაპირის თვლები. გამიგებათ აი ესეთი სქემა. ვიწყებთ თავიდან პირველი რიგი. ვგზავნთ სულ წაღმა. ყველა თვალს.
ვგსოვ მეორე რიგს და მე ვგსოვ მეორე რიგს უკუღმა. თუ თქვენი ირგვლივ მოგსოვთ წაღმა ამ რიგს. ერთხელ კიდევ გავიმეოროთ სქემა. მოგსოვე მეორე რიგი. ვგსოვ მესამე რიგს უნდა ვუკლო და აუცილებლად პირველი თვალი იქნება ნამატი თვალი. ჯერ ნამატი თვალი, შემდეგ ძირითადი თვალი ვატრიალებ და ერთად ამომყავს. პირველია ეს თვალი, შემდეგი ძირითადი თვალი და ერთად ამომყავს. ვგსოვ ახლა მეოთხე რიგს. ვგსოვ წაღმა, უკუღმა მხრიდან ვარ, ვგსოვ წაღმა, ვგსოვ თვლებს და თვლებს შუა ყველა თვალი ამომყავს. რაც ვუკლე, იგივე თვლები უნდა დავტოვო. არ გამოგრჩეთ არც ერთი ადგილი თვლებს შუა. ეს იყო მეოთხე რიგი და სქემა დამთავრდა. დაიწყებთ თავიდან. თუ
თუ რა თქმა უნდა სქემა მოგეწონებათ, ვის თხოვნაც იყო და ელოდება მოგსოვს და კიდევ ვისაც ენტომება. წარმატებები კარგად ბრძანდებოდი.